ახლა მე გვდელი არა ვარ ახსნაება ჩამოვარ. ჩემი ცხოვრება აიწყო ისე და ჩემი საქმიანობა აიწყო ისე, სადაც მარტივი საქმე არ მაინტერესებს და ძალიან ბევრია შერტული, ფაქტიურად შეუძლებელი, მაშინ ეგ საქმე ჩემია და მაინტერესებს. როგორც ადვოკატს ასე გეკითხე, თქვათ არ არის გულწრფელი ან რაღაცას მალავს. ამ შემთხვევაში როგორია თქვენი სტრატეგია და ასეთ საქმეს თუ აიღებთ მაინც? და მეც დავამატება, მაგრამ რა შემთხვევაში ამბობთ საქმის აღებაზე უარს. ცოტა გასაოცარი შეიძლება იყოს, მაგრამ არასდროს არ ვეკითხები კლიენტს, ახლა მე გვდელი არა ვარ ახსნაება ჩამოვარო რა მოხდა იქ დეტალებში, მე მაინტერესებს ჩემი ნომერი პირველი არის საქმის მასალები. რა წერია საქმეში, იმიტომ რომ ჩემმა გამოცდილებამ დამანახა ერთი რამ, მე გამომძიებლის პროკურორის მოსამართლის 33 წლიანი გამოცდილება ცოტა არ არის. მე ვხედავდი გამოძიებაში ფაქტი იყო სხვა, გამოძიებელი წერდა ამას სხვანაირად, პროკურატურას სასამართლოს შემოდი ქონდა და ანუ ფაქტიდან განაჩენის გამოდანამდე რადიკალურად იცვლებოდა მთელი ისტორია. ჩემი ცხოვრება აიწყო ისე და ჩემი საქმიანობა აიწყო ისე, სადაც მარტივი საქმე არ მაინტერესებს და ძალიან ბევრია შემთხვევები მარტივ საქმეებზე ვამბობ ვარს. საქმე თუ არის რთული, ფაქტიურად შეუძლებელი, მაშინ ეგ საქმე ჩემია და მაინტერესებს. აი იქ ვიღებ მე პროფესიულ, ასე ვთქვათ, სიამოვნებას, რომ ვატარებ ექსპერტიზებს, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებს და სადაც სიძნელია, სადაც რთულია, იქ მივდივარ. ჩემი ერთი საქმე რო აიღო ნამუშევარი ადვოკატურაში, შეიძლება მეორე და მესამე და მეოთხე საქმეს არ გავდეს. პროცესში მოდის. რამდენი წინააღმდეგობა წამოა, მაშინ იქნება ეს გამოცდილება, ეს ჩემთვის საინტერესოა.